ნანას არ ვიცი, ყოველთვის ხედავდი აქციებზე და თუ აქციებზე არ ხედავდი, ყოველთვის ხედავდი ინბოქსში თხოვნით, რომ გამოვსულიყავი აქციაზე. მოკლედ აი ასეთი მახსოვს ნანა ბოლო პერიოდში ძირითადად რუსთაველის გამზირზე შეფუთული ქურთუკით. ნანა, აი ეს 26 ოქტომბრიდან მოყოლებული მართლაც რაღაც შეიცვალა ყველასი ჩვენი დღის წესრიგი და ყოველთვის ჩვენს თანამოაზრეებს, თანამოქალაქეებს ხედავთ უკვე ძირითადად რუსთაველის გამზირზე ხშირად ბევრი ვართ, ხშირად ნაკლებად ბევრი მე მაგალითად ჩემი სამსახურიდან გამომდინარე მხოლოდ შაბათ კვირას შემიძლია ყოფნა და ასე შემდეგ, მაგრამ აი მე მინდა კითხო 31 მარტი მოდის, 9 აპრილი იქნება, იყო მაგალითად მეგობარი აქტის მხარდამჭერი მარში, სხვადასხვა სიმბოლური თარიღები ჩდება ამ საპროტესტო რაღაცა დღეებში და მე მინდა რომ კითხო რამდენად მნიშვნელობა, დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ თარიღებს, აი ამ აქციების ფონზე, მაგალითად მოლოდინს 31 მარტის მოლოდინს. თავისთავად ცხადია იმის მოლოდინი არავის არ აქვს, რაღაც მოხდება 31 მარტს, მაგრამ ბევრი რაღაც მუხტს ალბათ გააჩენს ხო ეს აქცია. მოგესალმებით, დიდი მადლობა ჩემი ჩართვისთვის. ძალიან წუხوار და განვიცდი რომ ამ წუთას არ ვარ საქართველოში და რა თქმა უნდა ყოველ საღამოს ის მესიჯი რომ გადაიკეტა და ხალხი არის გარეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ყოველ დღე, ყოველი პროტესტი, ერთი ადამიანის პროტესტი იქნება თუ 100 ადამიანის პროტესტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო მეტი ძალა ექნება ამ პროტესტს. და ეხლა ეს თარიღები 31 მარტის მნიშვნელობა განსაკუთრებით დღეს, როდესაც ვიხილეთ რა ხდებოდა ის რაღაც მართლა სამარცხვინო დაკითხვა, რაც თეატრულუკიანმა და რეჟიმის სხვა შემსრულებლები უწყობდნენ ამ ადამიანებს, ვისაც დიდი პასუხისმგებლობა ეკისრა საქართველოსთვის ძალიან მძიმე დროს. ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ პროტესტის მონაწილეები და საერთოდ ყველა, ვისაც საქართველოს ბედი აწუხებს, კონცენტრირდეს მთავარზე. რა არის მთავარი? მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო დაბრუნდეს რუსეთის შემადგენლობაში და ამ იმპერიამ ისევ შთანთქა საქართველო და ამდენი წლის წინ, 3 წლის წინ საქართველო და საქართველოს მოსახლეობა შეთანხმებული იყო ამაზე. და მე მაშინ ბავშვი ვიყავი, დავდიოდი პიონერთა სასახლეში, მე იქიდან გამოდიოდი და ვუყურებდი ყველაფერს, რაც ხდებოდა და ძალიან კარგად მახსოვს ის ერთიანობა ზუსტად რაც იყო მაშინ და რაც აბსოლუტურად ყველას ჰქონდა გაცნობიერებული და რა თქმა უნდა მაშინ ამდენი პროპაგანდა არ იყო, ამდენი არასაჭირო ინფორმაცია, ამდენი შემოდინება, რაღაც ამდენი პროპაგანდისტული არხის დამუშავებული მესიჯების ამდენი თუნდაც ეს ფსევდოქართული სატელევიზიო არხებიდან დაწყებული რომელიც პროპაგანდას აწარმოებენ და ქართველი ფსევდოპოლიტიკოსებით დამთავრებული, რომლებიც ქართულ ოცნებაში არიან ახლა და ძირს უთხრიან ქართულ სახელმწიფოებრიობას, მაშინ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ იყო და ეს რაღაც ფოკუსირებულად ამ ეს დიდი მნიშვნელოვანი მესიჯი, რომ საქართველო უნდა მოწყდეს, უნდა გახდეს დამოუკიდებელი და იყოს თვითმყოფადი ქვეყანა, იყო ძალიან ცხადი. და ეხლა ყველაფერი რასაც ქართული ოცნება რაღაც თემებს შემოაგდებს ხან ცდილობს რომ რაღაცა ჯარიმებზე მოხდეს ჩვენი კონცენტრაციის გადატანა, დაშინება ჩვენი ყველაფერი ეს
მოწმობს იმაზე, რომ რეჟიმს სჭირდება ეს იმისათვის, რომ პროტესტის მუხტი დააგდოს და ჩვენი კონცენტრაცია მოწყვიტოს მთავარს და დაგსაქსოს ეს პროტესტი. მაშინაც კი, როდესაც აი 34 წლის წინ ამდენი ადამიანი საქართველოში იყო გაერთიანებული, ჩვენ მე ვნახეთ 90-იან წლებში ხო არ იყო იდეური და რაღაცა მორალური ერთიანობა არ იყო, ეს ვნახეთ რა დროც გავიარეთ ხო 90-იან წლებში. საზოგადოება არ იდგა რაღაცა ერთ მორალურ პოსტულატზე და ძალიან მძიმე დრო გავიარეთ, მაგრამ მაშინაც კი აი ამ ერთ რაღაცაზე ვიყავით შეთანხმებული, რომ ჩვენ არ გვინდა რუსეთი და საქართველო უნდა მიეკუთვნებოდეს ცივილიზებურ დასავლურ სამყაროს და დემოკრატიული ქვეყანა უნდა იყოს, დამოუკიდებელი ქვეყანა უნდა იყოს და ზუსტად ეს არის, აი ამის თქმა მინდა, რომ აი 31 მარტის აღნიშვნას და აუცილებლად უნდა აღნიშნოთ ეს დღე მასშტაბურად და ყველა ჩვენგანისთვის ამ დღეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და გავიხსენოთ ყველამ, რატო ვართ ერთად, რატო ვდგავართ ერთად ამდენი დღე, ამდენი წელი და რატომ ვიცავთ საქართველოს. აი ზუსტად ეს არის ჩვენი დავალება დღეს და არა რაღაც ოცნების დღის წესრიგით რაღაც გათვალისწინებული პროპაგანდისტული მესიჯები, რომლებიც ძალიან კარგად ვიცით და ისტორიას უკვე გაცემული აქვს ამაზე პასუხი, ვინ არის მოღალატე, ვინ არ არის მოღალატე, რა მოხდა 2008 წელს, რა მოხდა მანამდე 200 წლიან საქართველოს ისტორიაში და რა როლი უჭირავს რა როლი აქვს რუსეთს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ძირის გამოთხრაში. კი ბატონო და აი რა ფიქრობ საერთოდ აი ამ პროტესტზე, პატიმრებზე, მე სულ ვამბობ, რომ რაღაცნაირად ყველაზე ძლიერ მუხტს, ემოციას და რაღაც სიმყარეს მაძლევენ, რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს ეს და არ ვიცი ეს როგორ აღიქმება პატიმრები, სინდისის პატიმრები, დატყვევებული ადამიანები, რომლებიც აი ესეთ თავისუფლებას არ ვიცი, აღვივებენ, გინდა სასამართლო პროცესებზე, მზია იმ თავისი წიგნით, როგორ იყურებოდა რაღაცნაირი თვალებით, ხო რაღაც არ მინდა რომ იმასავით გამომივიდეს, რაღაც სადღე გრძელოსავით, მაგრამ გულწრფელად ბევრი ადამიანისგან გამიგია, რომ ეს ადამიანები, ვინც არის უკანონოდ დაპატიმრებული ბიჭები, რომლებიც სხედან ახლა და იქიდან ცდილობენ შეგვიძახონ, აძლევენ გარეთ მოქალაქეებს ძალას და შეუძლებელს ხდიან, რომ ჩვეულებრივად იცხოვრო. შეუძლებელი ხდება, რომ ჩვეულებრივი დღის წესრიგი გქონდეს. ჩვენ გვიყურებენ ახლა სინდისის პატიმრები, მინდა გითხრათ და რაღაცნაირად გაძლევ შესაძლებლობას ასევე, არ ვიცი, მიმართო მათ და თქვა, რომ მართლაც არის თუ არა მნიშვნელოვანი, რომ მუდმივად რაღაცნაირად გქონდეს აი ეს თავში, რომ იქ ხალხი ზის, რომ და ჩვენ შეიძლება ის ყოფილიყავით, ეს გვაძლევს თუ არა მართლა იმის თქმის საფუძველს, რომ შეუძლებელია გაჩერდე. რა თქმა უნდა, ჩემთვის, არა მარტო ჩემთვის, ყოველი დღე, როდესაც ნებისმიერი რაღაცა ნიუსით იწყება და ან რომელიმე სინდისის პატიმრის მდგომარეობაზეა საუბარი, ან მათ სასამართლოზე, ან მათი ციტატა, ან მათ ხედავ სასამართლო დარბაზში და თუნდაც ადამიანებს, რომლებიც იქ მიდიან და მათ მხარს უჭერენ, ეს აი ასე ამით დაწყებული დღე ზუსტ აქცენტს სვამს, რომ რა არის ჩემი პირადად, ჩემი ვალი, ჩემი თანამოქალაქეების და თანამებრძოლების ვალი, რომ რაღაცა იმის გამო კი არა, რომ სხვა ადამიანის წინაშე ხარ, რა თქმა უნდა, მათ წინაშე პირველ რიგში ხარ მოვალე, რომ შენ დაიცვა უდანაშაულო ადამიანები, მაგრამ შენ მოვალე ხარ შენი თავის, შენი ქვეყნის წინაშე, რომ არ გაჩერდე. იმიტომ რომ ხანდახან რაღაცნაირად იქითკენ ვიხრებით ხოლმე, რომ ვცდილობთ რაღაც განსაზღვროთ მომავალში რა იქნება და ეს განუსაზღვრელი მომავლის რაღაც შიშები, ფიქრები თითქოს აი ამ რაღაცა მთავარისგან გვწყვეტს ხოლმე. მე ვიცი, რომ შეიძლება ამ წუთას რაღაცა ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი ვერ განსაზღვრო, როგორ
მივალთ გამარჯვებამდე და შეიძლება იქამდე ძალიან ბევრი რაღაც დაბრკოლების გადალახვა დაგჭირდეს, მაგრამ თავარი ის არის, რომ ვიცით, რომ ჩვენი აი აქ ახლა აწმყოში მართალი საქციელი და ეს მართალი საქციელი და აქტივიზმი, ქუჩაში გამოსვლა, სიმართლის საუბარი არ შეშინება, ეს არის ზუსტად ის რაღაცა წვეთი, რაც შემდეგ ზღვად იქცევა და ამ რეჟიმს, ამ უსამართლო რეჟიმს აუცილებლად წალეკავს. და მინდა მიხარია ხოლმე რომ ამბობენ რომ უყურებენ არხს და ტელევიზიას და ისინი ახლა ხედავენ. მინდა მათ უთხრა რომ მათი ყოველი გამოჩენა ძალიან დიდ ძალას გვაძლევს და ისინი ასხივებენ სიმართლეს, ძალას და ამ ძალით და ამ სიმართლით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ისინი პირიქით აქეთ გვაძლევენ ჩვენ ძალას, რომ ისეთი მორალურად მყარები და მართლები დგანან იქ ამ მართლა აბსურდის თეატრში, რომელსაც სასამართლოს ნამდვილად ვერ დაარქმევ. ეს რეჟიმი მათ სამაგალითოდ სჯის, რომ ჩვენ რაღაც ვისწავლოთ ამისგან და ჩვენ აქედან ვსწავლობთ მხოლოდ იმას, რომ ვიყოთ კიდევ უფრო მედგრად და კიდევ უფრო დიდხანს დავდგეთ და ვიყოთ რეზისტენტულები და არ დაუშვათ ამ რაღაც მართლა კრიმინალურ ბანდად ქცეული რაღაც დაჯგუფების, რომელიც სახელმწიფოს გვართმევს, მომავალს გვართმევს, მათ ხელში ბოლომდე არ აღმოვჩნდეთ და რაღაცნაირად გადავირჩინოთ თავი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის.